ბორნეო მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძული. დიდი ხანია რეალობისა და ლეგენდის შუაგულში მდებარე ადგილად ითვლება. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის გულში მდებარე და ინდონეზიის, მალაიზიის და ბრუნეის მიერ გაზიარებული კუნძული საიდუმლოებების საგანძურია, რომელიც ჩვენს გაგებას მრავალ სფეროში ართულებს. მისი ჯერ კიდევ შეუსწავლელი ბიომრავალფეროვნებიდან დაწყებული მკვიდრი მოსახლეობის უძველესი ტრადიციებითა და ფენომენებით დამთავრებული, რომლებიც დაკარგული ცივილიზაციებისა და არამიწიერი კონტაქტების ყველაზე მომხიბვლელ ჰიპოთეზებს აღვიძებს თანამედროვე ადამიანებში. დღევანდელი ამ ვიდეოს მიზანია ამ საიდუმლოებების სიღრმისეულად გაცნობა თქვენთვის. ბორნეოს სხვა პლანეტურ საიდუმლოებებთან დაკავშირება, როგორიცაა იონაგუნის ჩაძირული პირამიდები, ამაზონი და ეგრეთ წოდებული გლობალური ენერგეტიკული ველები. ბორნეოს საიდუმლოებები. შეუღწევადი ჯუნგლები და აკრძალული ტერიტორიები. ბორნეოს ტროპიკული ტყე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. დაახლოებით 130 მილიონი წლით თარიღდება. ეს არის რთული და ძირითადად შეუსწავლელი ეკოსისტემა. ფართოდ გავრცელებული ტყეების გაჩეხვისა და მოპოვების მიუხედავად, ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავ შეუღწევადი და შეუსწავლელი რჩება. აქ დაკარგული მკვლევარების, მიტოვებული სოფლებისა და დაწყევლილად მიჩნეული მიწების ისტორიები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, არსებობს ტყეები, რომლებიც პირდაპირ გაგებით ყლაპავენ, მათ ვინც შიგნით შედის. ზოგიერთი ცნობით მოგზაურები ორიენტაციას გარგავენ, თუნდაც კომპასებითა და ელექტრონული მოწყობილობებით იყვნენ აღჭურვილნი. თითქოს ანომალიური ენერგეტიკული ველი ხელს უშლის მათ მოწყობილობებს. მეცნიერები ბუნებრივ გეომაგნიტურ მოვლენებზე საუბრობენ, მაგრამ დაიაკისა და სხვა ტომობრივი ადამიანებისთვის ეს ადგილები სულების სამყოფელად ითვლება. აკრძალული კარიბჭეები არსებობს სხვა სიბრტყეებში. ისინი ასე თვლიან. დაიაკები ოდესღაც სასტიკი მეომრები იყვნენ და ძალის დემონსტრირების მიზნით მოკლული მტრების თავებს ინახავდნენ. აქედან მომდინარეობს მეტსახელი თავებზე მონადირეები. ისინი ცხოვრობენ დიდ ბოძებზე აშენებულ სახლებში. ამ ტიპის ნარატივი მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც გვხვდება, მაგალითად, ამაზონშიც არსებობს მსგავსი ლეგენდები ტყეების შესახებ, რომლებიც გრძნობებს ურევენ ადამიანებს, ხოლო ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბერმუდის სამკუთხედი, აუხსნელმა მაგნიტურმა მოვლენებმა განზომილებითი ცვლილებების თეორიები წარმოშვა. თითქოს დედამიწის ზოგიერთი ნაწილი უფრო მყიფეა, რაც პარალელურ რეალობებთან ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნამდვილად საინტერესოა და ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი წდებს. რაც შეეხება დაიაკს. დაიაკს მისი საიდუმლოებები გააჩნია. ეს არის ბორნეოს შამანიზმი. დაიაკები ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფია და ისინი ინარჩუნებენ ათასწლეულების წინანდელ ტრადიციას, რომელიც აერთიანებს სულიერებას, მაგიას და ბუნების შესახებ წინაპრების ცოდნას. შამანები, ბალიანი ან დუკუნები ცენტრალურ როლს ასრულებენ და ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის შუამავლებად ითვლებიან. ფსიქოაქტიური მცენარეების გამოყენებით რიტუალებს ატარებენ და ეს შამანებს საშუალებას აძლევს სავარაუდოდ სხეულის გარეთ მოგზაურობები განიცადონ და ჩაერთონ ამ პროცესში. ისინი აღწერენ შეხვედრებს მანათობელ არსებებთან ან ცხოველთა სულებთან, რომლებიც სულს პარალელურ სამყაროებში მეგზურობას უწევენ. ზოგიერთი ანთროპოლოგი ამ გამოცდილებას ჰალუცინოგენურ გამოცდილებად მიიჩნევს, მაგრამ დაიაკისთვის ეს სხვა განზომილებები რეალურ მოგზაურობებად ითვლება. კოლონიური ქრონიკები აღწერს დაიაკის მეომრების ეპიზოდებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ზებუნებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ, როგორიცაა არაჩვეულებრივი სიჩქარე,
ან დაზიანებისადმი დროებითი იმუნიტეტი, რაც საიდუმლო რიტუალების დროს გამოძახებული სულების მფარველობას მიეწერება. მსგავსი მოვლენები ასევე აღწერილი არის ტიბეტში, სადაც ბერები პრაქტიკაში იყენებენ ტუმოს და სხვა დისციპლინებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ბიოლოგიურ კანონებს ცვლის. ეს ბევრ კითხვებს აჩენს. პრაქტიკა ადამიანის გონების ფარულ ძალებს ეხება, თუ სხვა გარე ძალები არიან ამ ყოველივეში ჩართულები. ნაბაუ, კოლოსალური გველი. ბორნეოს ყველაზე ცნობილ ლეგენდებს შორისაა ნაბაუს ლეგენდები. 30 მეტრზე მეტი სიგრძის გიგანტური გველის შესახებ, რომელიც მდინარის სულებთან ასოცირდება. 2009 წელს ბალეჰის მდინარის თანამგზავრულმა ფოტოებმა უზარმაზარი გველის მსგავსი ფიგურა აღბეჭდა ფირზე. ვირუსულად გავრცელდა ეს ფოტოები, რამაც გააძლიერა გავრცელებული რწმენა, რომ ნაბაუ რეალური იყო. ბევრი მეცნიერი საუბრობდა ოპტიკურ ილუზიებზე, ამ ფოტორედაქტირების სავარაუდო მეთოდებზე, თუმცა ადგილობრივი წყაროები ნებისმიერ ციფრულ მანიპულაციას საუკუნეებით წინ უსწრებენ, რომ გამოეყენებინათ. დაიაკის უხუცესები ამბობენ, რომ ნაბაუს შეუძლია ადამიანის ფორმის მიღება და ის უძველესი დამანული საგანძურის ყველაზე ძლევამოსილი მცველია. ეს ფიგურა სხვა ლეგენდარულ არსებებს გვახსენებს. ინდური წიგნებიდან დაწყებული ჩინური დრაკონებითა და შოტლანდიაში ლოხ ნესის ურჩხულით დამთავრებული. ეს გლობალური კულტურული მსგავსებები შესაძლოა უძველეს საერთო არქეტიპზე, ან ჯერ კიდევ უცნობი ბუნებრივი ან ბიოლოგიური ფენომენის მოგონებაზე მიუთითებდეს. არქეოლოგიური საიდუმლოებები, დაკარგული გამოქვაბულები და ტაძრები. ბორნეოში. ბორნეო არა მხოლოდ ბუნებრივი სამოთხეა, დამსვენებლებისთვის რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, არამედ არქეოლოგიური საიდუმლოებების ნაყოფიერი ნიადაგიც. აქ არსებობს ნიახის გამოქვაბულები. 1950-იან წლებში აღმოჩენილი იქნა და ისინი შეიცავს 40,000 წელზე მეტი ხნის ადამიანების ნეშტებს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი უძველესია. აღმოჩენილია ასევე გამოქვაბულში ნახატები, რომლებიც გამოსახავს სტილიზებულ ადამიანის ფიგურებს, რომელთაგან ზოგიერთს ნიღბები ან ჩაფხუტები ახურავს თავზე. ასევე არის მულუს გამოქვაბულები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული და ის 200 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზოგიერთი სპელეოლოგი იუწყება, რომ აუხსნებელი ხმები ესმით ამ მიწისქვეშა გზებიდან. აქ არის მეტალის ვიბრაციები. ადგილობრივი ტრადიციები საუბრობს სულებით დასახლებულ მიწისქვეშა ქალაქებზე, რაც იწვევს დედამიწის სხვადასხვა ნაწილშთან კავშირს. გლობალური გამოქვაბულების ქსელი, რაც უძველესი მიწისქვეშა ცივილიზაციების არსებობაზე მიუთითებს, ან მათი თაობების არსებობაზე აწმყო დროში. აქვე არის ჩაძირული სტრუქტურები. ზოგიერთი დამოუკიდებელი მკვლევარი ამტკიცებს ბორნეოს სანაპიროზე წყალქვეშა გეომეტრიული სტრუქტურების არსებობას და მათ იაპონიაში არსებულ იონაგუნის პირამიდებს ადარებს. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურად აღიარებული მტკიცებულება არ არსებობს, ადგილობრივი მყინვარების მიერ გამოქვეყნებულ წყალქვეშა სურათებზე, როგორც ჩანს, კვადრატული ბლოკებია. ეს შეიძლება ბუნებრივი წარმონაქმნებიც იყოს, მაგრამ იონაგუნის პარალელი იმაზე მიუთითებს, რომ წარღუნამდელი ცივილიზაციები სრულადაც არ უნდა გამოირიცხოს, რომ იყოს წყალქვეშ. ასევე, კრიპტოზოოლოგიასაც შევეხოთ. აქ ბორნეოს არსებები იგულისხმებიან. ბორნეო საკმაოდ ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. აბსოლუტურად არაჩვეულებრივია ამაზონის შემდგომ. ყოველწლიურად ახალი სახეობების აღმოჩენა ხდება, თუმცა მრავალი ხალხური ლეგენდა აღწერს ისეთ არსებებს, რომლებიც სამეცნიერო კლასიფიკაციას საერთოდ არ ექვემდებარებიან. მაგალითად, ორანგპენდეგი, პატარა ჰომინიდი არსება, ეს არის ფლორესის, ჰობიტის მსგავსი. ზოგიერთი ზოოლოგი მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა ჰომო ფლორესენსის რელიქტური პოპულაცია ყოფილიყო. ასევე ჰანტუ ეარი, ამფიბიური სულები,
რომლებიც როგორც ამბობენ, იტაცებენ მათ, ვინც ღამით მდინარეებში შედიან. ფენომენი, რომელიც ევროპელი ქალთევზებისა და ამაზონის კურპირას ლეგენდების მსგავსია. ასევე ფრთიანი დრაკონები. ტომობრივი ლეგენდები მოგვითხრობს მფრინავი დრაკონის მსგავს არსებებზე, რომლებიც ქარიშხლების დროს ჩანა. ეს აღწერილობები მოგვაგონებს ცენტრალურ აფრიკასა და პაპუა-ახალ გვინეაში გავრცელებული ცოცხალი პტეროზავრების შესახებ ლეგენდებს თუ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ბორნეო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ბიოლოგიისა და ცოცხალი მითოლოგიის შეხვედრის წერტილად შეიძლება ნამდვილად ჩაითვალოს. აქვე ბორნეოს ახასიათებს მისი საჰაერო ფენომენები და უცხო პლანეტელები. ბორნეოს საიდუმლოებები ასევე დაკავშირებულია უცხო პლანეტელებთან, რადგან უცხო პლანეტელების რამდენჯერმე დანახვის ადგილად ან ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს კიდევაც. საკმაოდ აქტიურ ზონად ითვლება უფოლოგიურად. მთელი მისი გამოქვაბულების სისტემაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ ყოველივესთან, მაგრამ ადამიანებისთვის საიდუმლოდ რჩებოდეს. 1959 წელს ერთმა მისიონერმა რაჯანგის მდინარის თავზე მანათობელი სფეროების შესახებ განაცხადა. 2009 წელს კოტა კინაბალუში ასობით თვითმხილველმა დაინახა წრიული მეტალის ობიექტი, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ ზემოთ ლივლებდა. დაიაკის შამანები ამ ფენომენებს განმარტავენ როგორც წინაპრების შუქებს, კეთილგანწყობილ არსებებს, რომლებიც ხალხს აკვირდებიან, თუმცა აღწერილობები გასაკვირად ემთხვევა შორეულ ადგილებშიც, მაგალითად ბრაზილიაში ან ევროპაში, სხვა უცხო პლანეტელების დანახვისას, როგორც რახსახის ხილვებსაც ისინი ხედავდნენ, ან ზოგადად რეალურად რაც შეუმჩნევიათ. ეს ბადებს კითხვას, არსებობს თუ არა ქსელი, რომელიც ამ ყველაფერს პლანეტის კონკრეტულ ენერგეტიკულ რეგიონებთან აკავშირებს. ასევე მინდა ვისაუბრო კანიბალუს მთაზე, რომელიც ასევე კინაბალუს მთის სახელითაც არის ცნობილი. წმინდა მთა, 4095 მეტრის სიმაღლის მთა. კინაბალუ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უმაღლესი მწვერვალია და სიწმინდით არის გაჟღენთილი. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს მიცვალებულთა სულების სამყოფელი და სამეფო კარიბჭეა. მთავსვლელები, რომლებიც ამ მთის დაპყრობას ცდილობდნენ, იუწყებიან მწვერვალზე ავტონომიური ჩრდილებისა და მოცვაკვავე შუქების ხილვების შესახებ. ლეგენდები მოგვითხრობს ასევე ოქროთის სავსე გამოქვაბულების შესახებ, რომლებსაც მფარველი სულები იცავენ. ზოგიერთმა ალტერნატიულმა მკვლევარმა გამოთქვა ჰიპოთეზა არაადამიანური მიწისქვეშა ბაზის არსებობის შესახებ, რაც იმეორებს მსგავს თეორიებს, რომლებიც დაკავშირებულია შეერთებულ შტატებში შასტას მთასთან და ჰიმალაის მთებთან. ასევე ბრუნეი და მოჩვენებების კუნძულებიც. ბრუნეი მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე და მდიდარი ქვეყანაა, იდუმალ ლეგენდას ინახავს. ზოგიერთი მეთევზე კუნძულების შესახებ ყვება, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან და ქრებიან. ფენომენი, რომელიც კელტური ტრადიციების მოჩვენება კუნძულებს მოგვაგონებს. ასევე არსებობს ისტორიები ტბების შესახებ, რომლებიც ოფიციალური რუკებიდან არის გამქრალი. შესაძლოა განზრახ-დამალულიც კი საზოგადოებისთვის. რა სახის გლობალური კავშირები არსებობს და ენერგეტიკული ხაზები და დაკარგულ ცივილიზაციებთან გვაქვს კავშირი. ბორნეოს იზოლირებულად ანალიზი შეუძლებელია. რამდენიმე მკვლევარს თუ დავეყრდნობით, ისინი ამტკიცებენ, რომ პლანეტა გადაკვეთილია გლობალური ენერგეტიკული ხაზებით. ამას ლეიანებსაც ეძახიან. ნამდვილი დახვეწილი მერიდიანებით, რომლებიც აკავშირებენ წმინდა ადგილებსა და ანომალიურ ზონებს ერთი მეორესთან. კინაბალუს მთა, ნიაჰის გამოქვაბულები და რაჯანგის მდინარე, როგორც ჩანს, აი ამ ენერგეტიკულ ხაზებთან ერთ-ერთზე მდებარეობს. მსგავსი მოვლენები შეინიშნება იონაგუნიში, იაპონია, სადაც ჩაძირული სტრუქტურები გეომაგნიტურ ანომალიებთან შესაბამისობაშია განლაგებული. ამაზონში ელდორადოს ლეგენდა და ჯუნგლების მიერ დამალული იდუმალი გეოგლიფები ბორნეოში აღმოჩენილი ბუნების, მითისა და არქეოლოგიის ერთსავე იმავე გადაჯაჭვულობას გვახსენებს. ეს მსგავსებები უძველესი ცნობნის გლობალური ქსელის ჰიპოთეზას გვთავაზობს.
რომელიც ამჟამად უბრალოდ ფრაგმენტულად არის დაყოფილი. ასევე მინდა ვისაუბრო ალტერნატიულ ინტერპრეტაციებზე, თუ რა სახის შეფასებები შეიძლება ჰქონდეს ამ ყოველივეს. ზოგიერთი თეორეტიკოსი თავისი ვარაუდებში გამოთქვამს, რომ ბორნეო ოდესღაც უძველესი კონტინენტის ნაწილი იყო. შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ლეგენდარულ მუსთან ან ლემურიასთან, ისეთ ცივილიზაციებთან, რომლებიც წყლის ქვეშ გაქრნენ. კოლოსალური გველებისა თუ წყლის სულების შესახებ ლეგენდები უძველესი სტიქიური უბედურებების დამახინჯებული მოგონებების შესაძლოა იყოს, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ან ადგილობრივი ტომები ამ ტრადიციებზე აგებენ მათ ისტორიებს. სხვები ვარაუდობენ, რომ ბორნეოს უნიკალური ბიომრავალფეროვნება თავისი დაცული ბუნებრივი ლაბორატორიით ნიშანია იმისა, რომ თითქოს უმაღლესმა ძალებმა ეს ადგილი კონკრეტული მიზნით შეინარჩუნეს. უცხოპლანეტელების ტერმინოლოგიით ბორნეო შესაძლოა ერთგვარი ზოლიც იყოს ან ტერიტორია საუკეთესო წერტილი დედამიწაზე დაკვირვებისთვის და შესაძლოა ეს დღესაც ასე იყოს. ბორნეო ცოცხალ გამოცანად რჩება მისი პირველყოფილი დღით, შამანური შეხედულებებით, ლეგენდარული არსებებითა და აუხსნელი ფენომენებით. მას დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად მიიჩნევენ. სხვა იდუმალებით მოცულ ადგილებთან შედარებით, როგორიცაა იონაგუნი და ამაზონი. თუმცა მაინც ერწყმის ინფორმაციულად და უფრო ცხადი ხდება, რომ არსებობს გადაუჭრელი საიდუმლოებების გლობალური ქსელი. შესაძლოა მეცნიერება ერთ დღეს ამ მოვლენებს გეოლოგიის, ბიოლოგიის ან ანთროპოლოგიის თვალსაზრისით ხსნიდეს. თუმცა ბორნეოს მომხიბვლელობა სწორედ მის უნარში მდგომარეობს, რაც ჩვენ გვაგრძნობინოს, რომ რეალობა არასდროს არის სრულად გაშიფრული. ჯუნგლების ამ ჩრდილის მიღმა და კინაბალუს მწვერვალს მიღმა შესაძლოა მაინც იმალებოდეს უდიდესი საიდუმლო. დედამიწა, რომელიც ინარჩუნებს დავიწყებულ მოგონებებს და კავშირებს ჩვენს გაგებას და ჩვენს ცნობიერებაში არსებულ განზომილებებთან.